კომპანიების ნაწილი პროტესტის ნიშნად 3 საათიდან 6 საათამდე იფიცება. მათ მუშაობა გარკვეული პერიოდით უკვე შეწყვიტეს. თანამშრომელთა ნაწილი შეკრებილია წითელ პარკში. დეტალებს მარიამ ბერძენიშვილი გაგვაცნობს, რომელიც ადგილზე იმყოფება. მარიამ, გისმენთ. დიახ, ლიზა, როგორც ჩვენ აღნიშნა, მე ახლა ვიმყოფები ყაზბეგის გამზირზე მდებარე წითელბაღში, სადაც შეკრებილები არიან შემოქმედებით ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები, როგორც ცნობილია, დღეს ასობით კომპანია 3 საათიდან 6 საათამდე აჩერებს მუშაობას პროტესტის ნიშნად და როგორც დღეს ჩვენთან საუბარში კერძო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, როგორც ცნობილია, ბიზნესი არის ქართული ეკონომიკის ხერხემალი და მთავარი მოძრავებელი ძალა, ამიტომ ეს არის ერთგვარი სიგნალი იმისა ხელისუფლების მიმართ, რომ ყურადღება უნდა დაეთმოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და პროცესებს. ეს არ არის ერთადერთი ლოკაცია, სადაც დღეს კერძო სექტორის წარმომადგენლები არიან შეკრებილები, ასევე არის სხვადასხვა ლოკაციები, მაგალითისთვის რესპუბლიკის მოედანზეც არიან მოქალაქეები და სხვადასხვა სექტორში მომუშავე ადამიანები შეკრებილები, ასევე ის მოქალაქეები, რომლებიც კონკრეტულ ლოკაციაზე მისვლას ვერ ახერხებენ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ისინი საკუთარი მაღაზიების, საწარმოების, კაფე-ბარების თუ ასე შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე არიან გამოსულები გარეთ, აქვთ ბანერები, დახურული არის, დაკეტილი არის მაღაზიები, კვების ობიექტები და ასე შემდეგ და ასე აფიქსირებენ ისინი, ასე ვთქვათ, თავიანთ პროტესტს. როგორც ცნობილია, მოთხოვნა არის უცვლელი, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ადამიანები და დაუყოვნებლივ ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. როგორც უკვე გითხარით, დღეს კერძო სექტორის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ 3 საათიდან 6 საათამდე შეაჩერონ საკუთარი მუშაობა. მოთხოვნები უკვე გავაჟღერე და პრინციპში უცვლელი არის ეს მოთხოვნები. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებსაც და როგორც ჩვენთვის ცნობილია, მაგალითად ორმა უმსხვილესმა კომერციულმა ბანკმა TVC და საქართველოს ბანკმა საკუთარ თანამშრომლებს, ასე ვთქვათ, მისცა თავისუფალი ნება თუ სურთ მათ რომ შეუერთდნენ საპროტესტო აქციას, მათ აქვთ ამისი უფლება, თუმცა უშუალოდ ეს კომპანიები არ აჩერებენ მუშაობას, ასევე სხვა მსხვილ კომპანიებსაც ვესაუბრეთ და მათაც იგივე განგვიცხადეს ჩვენ, რომ ნაწილზე არის ბუნებრივია საუბარი და არა ყველა კომპანიაზე და მათაც იგივე განგვიცხადეს, რომ თუ აქვთ მათ თანამშრომლებს სურვილი, რომ შეუერთდნენ ამ გაფიცვას, მათ აქვთ ამისი უფლება. ქართული რეალობისთვის ასე ვიტყოდით, რომ ცოტა უშუალო ფორმაა, თუმცა საკმაოდ ლოგიკური, იმიტომ რომ ამაში მონაწილეობს ბიზნესი და როგორც ვიცით, ბიზნესი არის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მან უნდა დაინახოს და იგრძნოს ეს ძალა. და ამიტომ ეს გამაფრთხილებელი გაფიცვა, რომელიც არის დღეს და მოკლევადიანია, სამსარ გრძელდება, სწორედ ამის დამადასტურებელი არის. მოთხოვნები არის უცვლელი. ვაპროტესტებთ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, აი ამ მარაზმს რაც ხდება, გვაქვს უკვე შეგრძნება, რომ არავინ არ გვიცავს, სახელმწიფო არ არსებობს და ყველანი დავდივართ ერთი კაცის ჭკუაზე, რაც ძალიან საწყენია, ყველას გვინდა ჩვენ რომ მშვიდობა იყოს ქვეყანაში, გამოვიდეთ ქალაქში და არ შეგვეშინდეს, არ დაგვესხან თავს, არ გვცემონ. გარეთ ქუჩაში მიდის ისეთი პროცესები, რომელსაც არ უსურვება არც ერთ, ასე ვთქვათ, დემოკრატიას და ეს არის ფსევდოდემოკრატია, რომელსაც თავს გვახვევს არალეგიტიმური ხელისუფლება და ყველაზე მნიშვნელოვანი არის თითოეულმა ადამიანმა და თანამოქალაქემ გაიაზროს, რომ ვართ ძალიან რთულ, ძალიან ხანგრძლივ პროცესში და მხოლოდ და მხოლოდ კონსოლიდაცია და გაერთიანება იქნება ის, რაც დაანგრევს ამ ძალას ერთხელ და სამუდამოდ. გაფიცვა არის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი და პრინციპული ფორმა მსოფლიოში, ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენც მივმართავთ ამ ფორმას. არის სფეროები, რომლებიც რა თქმა უნდა ძალიან დიდხანს ვერ გაიფიცებიან, ამიტომ მათ შეუძლიათ გამოვიდნენ და ქუჩაში დააფიქსირონ თავისი პოზიცია. როგორც უკვე გითხარით, დღეს ქვეყნის მასშტაბით ასობით კომპანიამ კერძო სექტორის წარმომადგენლებმა 3 საათიდან 6 საათამდე, ანუ 3 საათის განმავლობაში პროტესტის ნიშნად შეაჩერეს მუშაობა, რაც შეეხება უშუალოდ აქ შეკრებილ ადამიანებს, ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია თუ რა გეგმა აქვთ მათ, ისინი რაიმე სახის მსვლელობას მოაწყობენ თუ უბრალოდ აქ წითელი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნებიან შეკრებილები. მადლობა მარიამ ბერძენიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.